მოფიქრდი მეგობრებო, მარტო ჩვენ რატო გავსუქდები, მარტო ადამიანი გასუქდება. შეხედე ჩვენი ირგვლივ დედამიწაზე რამდენი რამე არსებობ. ლომი, სპილო, ძაღლი, კატა. ესენი არადროს არ სუქდებიან. ბალანსირებულად ჩანს. ფრინველი არადროს იმდენად არ გასუქდება, რო არ იფრინო. ლომი იმდენად არადროს არ გასუქდება, რო ვერი ნადირო. მარტო ერთი არსებობა არის დედამიწაზე, ჩვენ ადამიანები, რომელიც სიამოვნებით ჭამს, ანუ სიამოვნებისთვის ჭამს, რომ არ აქვსია, მაინც ჭამ. ერთ-ერთი ადამიანი არის მარტო რომელმაც შეწყვიტა ბუნების კანონი. მოგშვიდეთ, გააკეთე საჭმელი და ჭამე. არა, მზად არის ყველაფერი, გშია თუ არ გშია, პირი სულ ჩვენი წინაპრებიც მიდიოდნენ მოქონდა საქსი საჭმელი, მაშინ აკეთებდნენ, მაშინ ჭამდნენ. იმიტომ ადრე ძლის იპოვიდი ვიღაცა ჭარბიჭონიანი ადამიანი. ეხლა ყველა მესამე ადამიანი ჭარბიჭონა. ჩვენი სხეული შეიცვალა, ჩვენი სხეულმაც დაიწყო ცხიმის შენახვა. ადამიანმა გამოიგონა რეფენერებული შაქარი, რეფენერებული ფხვილი, ეგეთი საჭმელები, რომელიც ჩანს ბუნებრივი, მაგრამ ბუნებრივი არ არის. ადამიანმა დაიწყოთ საჭმელის შენახვა ბაჭკებში. ჩვენ კი ვამბობთ ეს საჭმელია, მაგრამ ეს საჭმელი არ არის. ჩვენი ორგანიზმი თვლით ეს არის შხამი, არა საჭმელი. ჩვენი ახალგაზრდები დავადდნენ. პატარა ბავშვებს აქვს დიაბეტი. საიდან? საჭმელის. იმიტომ მეგობრებო, მოფიქრდი ჩვენი პატარებისთვის, ჩვენი მომავალისთვის მაინც ეგეთი ჩევები უნდა იყო თქვენ საქმეში, რომ ისინი რო გიყურებენ, არ დაიწყოთ იგივე საჭმელის ჭამა. ჭამე რეალური საჭმელი, ჭამე მაგ დროს, როცა მოგშვიდება. თელი დღე ჭამა საჭირო არ არის. კარგად და ჯანმრთელად.